ვლადიმერ კიკნაძე და ალეკო ზარნაძე, აპლოდისმენტები. სალამი ბიჭებო, სალამი. როგორ ახ? გავიზარდე ცოტა რაღაც წვერი მოუშვი. აბა შეკითხვები არ გვაქვს არაფერი, უნდა ვკითხოთ რაც გვინდა. ბატონ გახა თქვენ დაიწყებთ? რა თქმა უნდა, ბატონო გახა. რას თქვენ მოგესურვებათ? საიდან არიან რა უნდა? მაგხრი? 1000 ლარი უნდათ ფაქტია. შეგება გინდათ 1000 ლარი? რატო? მოვიხმოთ რამეში. რაში? გადავწყვიტავ თქვენ, ჯერ არ გვაქვს. იქნება არ გინდათ. იქნება არ გინდათ. გვინდა. იქნება და გვინდა. 1000 ლარი კარგი, მოიგეთ, დაუშვათ მოიგეთ. მოლაპარაკებ როგორ ახლა 500 იხდება თუ როგორ არის? 400 ამას 600 მე. რატო? დიდი. დიდია. ის რომ მაღალია მე? მაგაზე არ უფიქრია, მაგში 500. მაგაზე არ უფიქრია. კარგი, საიდან ვართ ბიჭებო? ქუთაისიდან. ქუთაისიდან. ქუთაისთან ახლოს. ანუ ფარცხანაყანებიდან. ფარცხანაყანები. რაღაცა მემართება. გაიგრძენი. სისხლი. რაღაც მემართება. ფარცხალდათ გული? მიფარცხალდა გული. წარმატებებს გისურვებთ რა? შეგვიძლია დავიწყოთ, ხო? შეგვიძლია დავიწყოთ. მე მოდი ორ პრივატ მინდა ახსნე, იმიტომ რომ ბატონი კახა პირველად არის. ბატონო კახა, პირველ რიგში თქვენ გეტყვით. პატარა ღიმილიც კი ეს არ შემიძლია არ გითხრათ, ჩაგეთვლებათ, გაცინებათ. პატარა ღიმილიც. თქვენ გიყურებთ კამერა, ასე რომ ღიმილს ვერ გამომაპარებთ, არ არსებობს. დაუშვათ ჩამეთვალა გაცნება და რა. ფული გავა ჩვენი სეიფიდან ამ მიმართულებით. ჯერ ახსნი ბორდს. რომ ბატონმა კახამაც ეს არის ბორდი, არის მონიტორი, შუაზეა გაყოფილი, აფიქსირებს ჟიურის სახეებს, ასე რომ ღიმილს ვერ გამომაპარებენ, არ არსებობს. სამი ღილა კი ლურჯი, თეთრი, წითელი. ლურჯი ნიშნავს, რომ 1 წუთის ათვლა დაიწყო, თეთრი რომ სამწუხაროდ 1 წუთი ამოიწურა, ხოლო წითელი რომ ჟიურის გაეღიმა და თანხა გადის სეიფიდან. ბიჭებო, ახლა თქვენთვის ხსნი წესებს. 5 წუთი გაქვთ. პირველია 50 ლარიანი, მეორე 100 ლარიანი, მესამე 200 ლარიანი, მეოთხე 400 ლარიანი, მეხუთე 1000 ლარი. ის ვიცით, რომ წარმატებული წუთის შემდეგ შეგვიძლია ავიღოთ თანხა და წავბრძანდეთ. ან გავაგზავნოთ თამაში, მაგრამ თუ ვერ შევძლებთ მათ გაღიმებას, თანხას დავკარგავთ. მზად ვართ? წარმატებებს გისურვებთ. ყველა მოვემზადოთ. 1 2 და 3. გილოცავთ ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს ეკონომიკა აყვავდა. აყვავდა, არა, არ წივდა, ერთი თუ ჩემი ძმა ხარ. ძმაკაცმა ფიფქით იმდენჯერ დამირეკა დადო. რაც ქართული ოცნება სათავეში მოვიდა სამართალმა იმდენი პური ჭამა, მეშინია 90-იანები პურის ძიგში არ მომიწიოს დგომა. ეხლა კი ნახოთ ვასო ფაკაძე ჰიტლერის როლში. ჰაი ჰიტლერ. ჰაი მე. ვაი შენ. აი ამას ვამბობდი ბატონო კახა, თქვენ გაგეღიმათ. პატარა ღიმილი იყო და ამ ღიმილით ბიჭებმა 50 ლარი მოიგეს. ჩვენი ერი დასაწყისია. ვაიმე. კარგია. ვაგზელებთ ხო თამაშს? რა თქმა უნდა, მოემზადოთ. მოემზადეთ და წავიდა. ჩემი მეზობელი ისეთი ჭკვიანი კაცია, ცოლი რომ მოიყვანა პირველ ღამეს ჭკუა იხმარა. მოდით ნახოთ ზარმაცი მომღერალი ბავშვი. თუ გინდა. არ მინდა გაც დამანები თავი. ჩემი მეზობელი ისეთი დებილია, ისეთი დებილია. შოკაი მეზობლები ყავდა ამ. ლადო ბიჭო, გუშინ მანიაკი დამესხა თავს. სექსუალური? ირავი, ჩემი გეუნებით არ აუშავდა. ბიჭო, ალეკო გუშინ ზოროს შევაგინე, დედა შევაგინე ზოროს. მერე სტანავაგან ცხეს დოუზა, ხა გიგამივიქეთ სახში. მეგრელმა მოხელემ ჩინეთის კედელი გალესა. ეხლა კი ნახოთ როგორ ეღადავებიან ოცნების წევრები ნაციონალებს. აბა სურათი მელიასთან. ბატონო კახა, თქვენ ისევ გაგეღიმათ. კამერა ვერ გამოაყენე. ისევ გაგეღიმათ და 100 ლარი თქვენია, ბიჭებო, გილოცავ. 40 წამს გადაცილდა, ესეც მინდა აღვნიშნო. ამიტომ შეკითხვა ვაგზელებთ თუ არა თამაშს. ჩაულებრივ. მე დავიწყე. მზად ვართ? მოემზადეთ. წავიდეთ. ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს ელოდება. პორტუგალიელი ფეხბურთელი კრისტიანო რონალდო ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს ელოდება. ხოლო ქართველი ფეხბურთელი გოგიტა გოგუა ბავშვს ელოდება. ვასო, გახსნა სეზონი ღიმილის და
გაგვეცინა. კარგია. ბიჭებო, 200 ლარი თქვენია, მომილოცავს აპლოდისმენტები, 200 ლარი უკვე. კარგი თანხა. მე მინდა ჟიურის წევრებს შევახსენო, რომ გადაცემის ბოლოს 3 მონაწილე უნდა ავარჩიოთ ჩვენ. თითო, ასე რომ კარგად დავაკვირდეთ ყველა მონაწილეს. ახლა კი გავაგრძელოთ 200 ლარი აქვთ ბიჭებს და შეკითხვა, წინ 400 ლარია, თამაშობთ თუ არა? თამაშობთ. წარმატებები 3 2 1. მოდით ნახოთ 2013-2014 წლებში რომ გადაიღოთ დათა თუთაშხი. რაკენი ბიძინა ეს? ნუ ჩამეკითხებით. ვასოს გაიგიმა, ხაკაძეს. ვასო, რაზე გაგეღიმა? არასწორი პაროდია იყო ეს. ნუ ჩამეკითხებით. ნუ ჩაიკითხე. გასაგები, 400 ლარი თქვენია. ილოცავთ. 400 ლარი არის? აიხარე. 1000 ლარიც მოგვადგა კარს. აბა დაფიქრდით კარგად. ერთი წამით. გავიდეთ. ამას გავაკეთეთ. რა გადავწყვიტეთ? გავაგრძელოთ, ცდით. აპლოდისმენტები ესე თამამ გადაწყვეტილებას. აბა 1000 ლარად რა შემონახოთ. ნახოთ. 1 2 და 3. არჩევნებმა ჩაიარა და ლეიბორისტებს მოაძახა, რომ გამევლი აქან აღარ დაგინახოთ და გასცხმევია ტვინებს. მე რობინ ჰუდი ვარ. დიდარს ვართმევ და ღარიბს ვაძლევ. კარგით რა, ბატონო შავლა, სულ მამა ჩემი იყოთ, მაინც არ მოგცემდით ხმას, კაცო. ეხლა კი ნახოთ ხადური ველურ დასავლეთში. ზადხარ ნოდარ. ზადვარ. მაშინ მოემზადე გადავთვლი. 3 2 1. გააგრძელეთ ბიჭებო, ირა. დავიდა. მე გავიხი. მოდით ნახოთ პატარა ბავშვები სხვადასხვა ქალაქებში. პატარა ბავშვი ბათუმში. შეაგინე პატარა ბიჭი ბიძიას. წვენია. პატარა ბავშვი თბილისში. შეაგინე პატარა ბიძიას. წვენია. და ბოლოს პატარა ბავშვი ქუთაისში. შეაგინე პატარა ბიჭი. ვინ არის შედი პატარა ბავშვი? აკაკაჟუას მოგიდა ღელი. სამწუხაროდ ერთი წუთი ამოიწურა. ნახოთ, ეს არ ნიშნავს არაფერს, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ 3 ადამიანმა გადავწყვიტოთ, რომ თქვენ დღეს იყავით გამორჩეული წვლილი და ფინალში გადახვიდეთ. თუმცა თანხა ვერ მოიგეთ, მოდი მოусმინოთ ჟიურის. კარგად დაიწყეს, მინდა ვთქვა, რაღაცეები. ვიცოდი მაგას რო ვიტყოდი. გამეცინა. მართლა გამეცინა რაღაცეებზე. დროც გაითვალისწინეთ და უმუშავიათ, მაგრამ ცოტა დაბნეულობა ეტყობოდათ მაინც. ეს ნერვიულობა მიცის. მე 5 წუთზე განსაკუთრებით. წარმატებები მინდა გისურვოთ. სხვა ეტაპზე, ოღონდ ამ ეტაპზე რა ვიცი, როგორ გითხრათ, აბა. კარგი ბიჭები ხართ და ცოტა უფრო კარგი ხუმრობები ჯობდა. მე ესე ვიტყოდი. ბატონო კახა თქვენას დაამატებთ? არა, ახლა ნუ ჯერცი ეს რაღაც ძალიან სუსტ გაცნებაში უწერენ ქულებს ახანა. და მეორეა რომ ეხავს როცა კითხულობენ. ანუ რჩევაროს ჯობია ვიცოდეთ რა თქმა უნდა. ხო ახლა ამ ხალხზე ფარცხალყარებიდან თბილისში შემოვიდნენ და არ გვიქ შემოკლებით ისე. შემოკლებით. მით უმეტეს. კიდევ უფრო შემოკლით და დავიმახსოვროთ ჯობია. დავიმახსოვრეთ. მოდი დავიმახსოვროთ ეს რჩევები, გავითვალისწინოთ შემდეგში, აპლოდისმენტებით გავაცილოთ. მადლობა.